ზრუნველობა მოკლებული ბავშვების ოჯახური ტიპის სახლებში მთელს ქვეყანაში კომუნალური გადასახადების ნაწილს 1 წლის განმავლობაში სოკარ ენერჯი ჯორჯია დაფარავს. საქართველოში სულ 17 ასეთი სახლია. სოკარი გაზისა და ელექტროენერგიის საფასურს 2012 წლის ბოლომდე გადაიხდის. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სოკარ ენერჯი ჯორჯიამ დაგროვებითი ბარათის პრეზენტაციაც გამართა. კერძო ბიზნესი სოკარ ჯორჯია ხარს უჭერს ამ ინიციატივით იმ რეფორმას, რაც მიმდინარეობს ბავშვთა სურვილის სფეროში და მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში იზრდებიან, იქნებიან პირველ რიგში მადლობელი ამ ინიციატივის და ამ თანამშრომლობის. ეს არის ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული გარემო, სადაც 7-8 ბავშვი ცხოვრობს დედოფლ მამობილთან ერთად. ძალიან მნიშვნელოვანია სოკარ ჯორჯიას ინიციატივა და ის მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა, ეს ითვალისწინებს 2012 წლის ბოლომდე 16 ასეთ სახლისათვის კომუნალური გადასახადების გადახდას, კერძოდ გაზისა და ელექტროენერგიის. დღეს ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. პირველი, ეს არის სოციალური დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კომპანია სოკარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში კომუნალურ გადასახადებს დაუფარავს. მეორე მნიშვნელოვანი სიახლე კი არის სოკარის დაგროვებითი ბარათი, რომელიც საზოგადოებას დღეს წარუდგინეთ.